ჯერ კიდევ 3 წლის წინ ჩვენ ვისმენდით ნატოს სამოიკავშირო ოფისიდან ის როგორც სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლისგან ძალიან მკაფიოდ, რომ საქართველოს არ ასრულებდა იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც აუცილებელია ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. და ახლა უკვე ვისმენთ, რომ ის ურთიერთობაც კი, ის უკვე შეზღუდული სამწუხაროდ ორმხრივი ურთიერთობა რაც არსებობდა, კიდევ დამატებითი შეზღუდვის საგანი ხდება იმ პოლიტიკური ვითარების გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი 2024 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში და იმ კრიზისის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს დეესკალაციის მნიშვნელობას, რასაც პირველ რიგში ჭირდება რეჟიმის მხრიდან ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, უპირველეს ყოვლისა პოლიტპატრიოტების გათავისუფლება და შემდეგ უკვე დიალოგის დაწყება ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთხელ, რომ ყველა ეროვნულ მიზანს და ამოცანას დღეს რეალურად ძალიან დიდი საფრთხე აქვს შექმნილი და არც ერთი კონსტიტუციური მიზანი და ამოცანა აღარ ხორციელდება, რადგანაც რეჟიმი არის მთლიანად გასული, როგორც თავისი ქმედებებით, ასევე მისი პოლიტიკის შინაარსით კონსტიტუციური ჩარჩოდან. და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ისეთი ტიპის პოლიტიკური პროცესის შექმნა, რაც შესაძლებელს გახდის პოლიტიკის დაბრუნებას კონსტიტუციურ ჩარჩოში და სიტუაციის დეესკალაციას. რადგანაც ეს სიტუაცია რეალურად აზარალებს აბსოლუტურად ყველა მხარეს და ყველა ქართველის ეროვნულ ინტერესებს. რეალურად წლების წინ, როდესაც იყო საუბარი ნატოში გაწევრიანებაზე, შესაძლოა მოლოდინები ცოტა იყო და არ იყო ასე აქტიურად თქვა, ხო, მაგრამ ის რომ საუბარი მიმდინარეობდა ამ თემაზე, ეს უკვე იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და ახლა უკვე საფრთხე ექნება ამ მიმართულებასაც, ხო? თუმცა საუბრის დონეზეც კი საქართველოს ნატოს ურთიერთობების ხსენება კი, თუნდაც ახლო წარსულში, თუნდაც საუბრის დონეზე და ორმხრივი ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა თანამშრომლობის დონეზე საქართველოს ყოველთვის განიხილებოდა როგორც ასპირანტი ქვეყანა, რომელიც ასრულებდა მნიშვნელოვან კრიტიკულ რეფორმებს და ეს არ არის მარტო წვრთნის და სტრატეგიული ოპერატიული დონე, არამედ არის კონკრეტული ტიპის რეფორმისტული ნაბიჯების გადადგმა და ესეც ფასდება ის როგორც პოლიტიკური ვითარება, პოლიტიკური სისტემის ვითარება, დემოკრატიის სტანდარტი, ესეც უკვე სულ უფრო მეტად და მეტად ფასდება ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ და დღეს აი ამ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე და იმ ანტიდასავლური, ანტიქართული, ანტიინსტიტუციური პოლიტიკის ფონზე, რასაც აწარმოებს ქართული ოცნების რეჟიმი, რასაკვირველია უკვე თეორიულადაც კი აღარ არის საუბარი საქართველოს როგორც საინტერესო სანდო პარტნიორზე, რომელიც რაიმე მიმართულებით ახორციელებს ამ კრიტიკულ რეფორმებს.